გაუმარჯოს. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ბევრი პოლიტიკოსი მსოფლიოში უშვებს პუტინთან დაკავშირებით, არის ის, რომ მათ მიაჩნიათ, რომ პუტინი არის ტრადიციული conventional, ასე ვთქვათ, ინგლისელები რო იტყვიან, ტრადიციული პოლიტიკოსი, ტრადიციული სახელმწიფო ლიდერი, რომელთანაც შესაძლებელია მოლაპარაკება, შეთანხმების დადება და ასეთი ხერხით მშვიდობაზე დაყოლება. რაც ასე არ არის. პუტინი არ არის პოლიტიკოსი, საერთოდ პოლიტიკოსი არ არის, არც ტრადიციული, არც ტრადიციული, არც არანაირი. საერთოდ არის პოლიტიკოსი, ის არის ბანდიტი, რომელიც იწამყვის ნგრევისკენ, განადგურებისკენ. ბოლო ეგეთი მაგალითი იყო ჰიტლერი. ჰიტლერზე ვლაპარაკობთ, ზოგს გონია, რომ უტრირებთ, არ ვუტრირებთ. ზუსტად ეგეთი მეთოდებით მოხმედებდა ჰიტლერი. განსხვავება ის არის, რომ ეს უბრალოდ რაღაცა ერის წარმომადგენელს რაღაც კონცლაგერებში არსვავს, როგორც ის ებრაელებს ექცეოდა. ერთი განსხვავება, დანარჩენი არანაირი განსხვავება არ არის ჰიტლერსა და სტალინის შორის. ეგეთი იყო ისიც. იყო გიჟი, ადამიანი იყო გიჟი, რომელსაც მიეცნდა, რომ რაღაცა განგებამ, რაღაცა ესე რა ქვია, მისია დააკისრა და ამ მისიას ასრულებდა. ამასაც ეგ გონია. ცხოვრობს ისე საბჭოთა კავშირში, დღემდე ვერ მოუნელებია, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და დღემდე არის დაკავებული არის შურისძიებით რა, ამის გამო. არც საბჭოთა კავშირის აღდგენა შეუძლია, ხო? მაგრამ აი შურისძიებით არის დაკავებული. ყველა სამაგიეროს უხდის მაგის გულისთვის და იწყებს ომებს. და შესაბამისად ესე ლაპარაკი, რომ მოდი ჩვენ ახლა დაველაპარაკოთ პუტინს, აბა თუ არ დაველაპარაკეთ, ბიჭო, ომამდეც ხო დაველაპარაკეთ. ჯერ ერთი ჩვენ თავს რო ვადანაშაულებთ და ზელენსკის რო ვადანაშაულებთ, რატო არ დაელაპარაკა პუტინს, პუტინს რატო არ ვეუბნებით მაგას იგივეს. აი ეგ ძალიან მაინტერესებს. იმიტომ რომ პოლიტიკოსი რო გონია ეგ კიდე ნახევარი უბედურებაა. მეორე ნახევარი უბედურება ის არის, რომ პუტინი გონია არათუ პოლიტიკოსი, არამედ პუტინი გონია რაღაცა მოცემულობა, რომელსაც ყველა უნდა შევეგუოთ. და მისი არსებობიდან გამომდინარე უნდა ავაწყოთ ჩვენი ცხოვრება ყველა ქვეყანამ. აი ეს გგონია და მაგიდან მოდის მე რომ უკრაინას თავიდან უნდა აეცილებინა ომი. ბიჭო, რუსეთზე რატო არ ვამბობ მაგას? პუტინზე რატო არ ვამბობ მაგას, რომ თავიდან უნდა აეცილებინა ომი? რატო არ მეუბნებით, რომ დალაპარაკებოდი ძმაო იმ ზელენსკის, რატო არ დაელაპარაკე? ნატოს დალაპარაკებოდი, დასავლეთს დალაპარაკებოდი, დალაპარაკებოდი ამ ხალხს, მოლაპარაკებები გაგემართა და რაღაცაზე მოლაპარაკებულიყავი. რატო არ მეუბნებით მაგას პუტინს? ზელენსკის თუ მეუბნებით მსხვერპლს, რომელიც საერთოდ არაფერში არ არის დამნაშავე, თავის ქვეყნის პრეზიდენტია და ეს ტიპი უცბად ადგა და უთხრა, რომ აი ამას თუ არ გააკეთებ, ომს დავიწყებ და ერთი ნაბიჯით არ დაიხია უკან. ერთი რაღაცა დათმობა არ გააკეთა. ერთ კომპრომისზე არ წავიდა. სად გაგიგიათ თქვენ ტრადიციული პოლიტიკოსი, რომელიც არც ერთ კომპრომისზე არ მიდის. არ არის პუტინი ტრადიციული პოლიტიკოსი და ეს უნამუსობა არის რა. რასაც ახლა ბევრი ხალხი აკეთებს, რომ უკრაინელებს და ზელენსკის ადანაშაულებს, რომ თავიდან უნდა აეცილებინა ომიო, ეს არის უნამუსობა უბრალოდ. უნამუსობაა რა, ეს უსამართლობა არის ადამიანის მიმართ. როცა იგივეს უნდა უტრაგებდით პუტინს. რომ შედედამოწყნულო, დალაპარაკებოდი, რატო დაიწყე ომი? თან თვითონაც რო იძახის, მოლაპარაკება მინდა. სად იყავი მანამდე შეჩება? არ იყავი მად არ შეგეძლო დალაპარაკებოდი ევროპელებს, ამერიკელებს, ნატოს დალაპარაკებოდი, ზელენსკის დალაპარაკებოდი, არ შეგეძლო? რატო დაიწყე ომი? ესე არაფერი არ გამოვა. ესე ჩვენ შეგვიძლია მაშინ თქვათ, რომ სტალინმა ვერ აიწილა ომი ჰიტლერთან თავი 20 მილიონი ადამიანი მოკვდა საბჭოთა კავშირში. და დააუბრალოთ ეს ახლა სტალინის მაგის დედაც მოწყან, არ მივარსება ეგ ტიპი, მაგრამ მაგ სიტუაციაში, ხო? ან რეკლამე მეორეს დააუბრალოთ, რომ ესე ქვია, აღა მაჰმადხანის შემოსევა ვერ აიცილა თავიდან, დალაპარაკებოდა ძმაო, ლაპარაკს დაედგა წინ, მიტახოთ? თუ პოლონეთს დააუბრალოთ, რომ აქედან საბჭოთა კავშირი დაესხა თავს და იქიდან ის რა ქვია. გერმანია, ჩეხოსლოვაკიას დააუბრალოთ, საფრანგეთს. ყველას დააუბრალოთ ჰიტლერის გარდა. დალაპარაკებოდნენ ძმაო ჰიტლერს და სხვათა შორის არსებობდა მაშინ ეგეთი ხალხი. ვინც იძახდა, რომ დაველაპარაკოთო ამ ჰიტლერს, რატო ვიომოთო. დაველაპარაკოთო და მოლაპარაკებით შევაწყვეტინოთ ომიო. ბრიტანეთში იყო მაგალითად ეგეთი ლორდი ჰალიფაქსი, რომელიც ჩერჩილის მეტოქე იყო და ეგ ორნი იყვნენ.
ისინი რა ქვია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები და ჩერჩილმა აჯობა მაშინ და ბრიტანელებმა რომ პოლონეთში შეიჭრა გერმანია ალბათ გერმანიას ომი გამოუცხადეს ჩერჩილმა და საფრანგეთმა და ჰალიფაქსი იძახდა რომ არაო მოლაპარაკება ჯობიაო ჰიტლერსთან არ გვინდაოს ომიო დაველაპარაკოთო ჰიტლერსო კიდე იყო ერთ საინტერესო ტიპი ჯო კენედი ეს იყო ჯონ კენედის მამა აი პრეზიდენტის რომელიც მოკლეს რომელიც ჯო მუშაობდა იმაში რა ქვია დიდ ბრიტანეთში იყო ამერიკის ელჩი თვითონაც ამერიკის პრეზიდენტობა უნდოდა მაგრამ არ გამოვიდა და ბოლოს რუზველტმა ელჩად დანიშნა დიდ ბრიტანეთში და საშინელი ანტისემიტი იყო რომელიც ებრაელებს აბრალებდა თვითონ იმას რაც ებრაელებს მოუვიდათ დამართეს გერმანიაში ნაცისტებმა თავიანთი ბრალიაო ძმაო თვითონ მოიწიეს საკუთარ თავზე ეგუბედურებაო ეგრე ამბობდა ეს ჯონ კენედის მამა ხო ანტისემიტი იყო და თან მერე როდესაც ეს ჰიტლერთან ეს კონფლიქტი დაიწყო ომი დაიწყო იმისი რა ქვია დიდი ბრიტანეთის მერე რუზველტს წერილი მიწერა და უთხრა რომ ისო ჰიტლერი ჯობიაო საერთოდ იყოსო ჩვენ კაპიტალისტურ ამბავშიო უფრო გვაწყობს რომ აქ ჰიტლერი იყოსო ეს ჩერჩილს ეძახდა მსახიობს ირონიულად ხო ბრიტანეთი განწირულიაო მიწერა რუზველტს და დემოკრატია დასრულებულია ხო და მადლობა ღმერთს რუზველტმა არ დაუჯერა გამოიწვია მერე ეს კენედი და მერე მოხსნა საერთოდ მოიშორა ხო და ჩერჩილმა წერილი გაუგზავნა მერე რომ ეხლა უნდა დამეხმაროო ძმაო რა სოფლიოს ისტორიაში ასეთი აუცილებლობა შენი დახმარების ევროპას არ ქონია არასდროსო და გაუგზავნა კიდევაც ისინი რა ქვია იარაღი და მერე მესამე ვადით რომ აირჩიეს პრეზიდენტად მერე ეს რა ქვია მერე ლენდ-ლიზი და მთელი ამბები იყო რა მოკლედ რა ეგეთი ამბები ასე რომ ყოველთვის არსებობდნენ ეგეთი ადამიანები რომლებიც ყველაფერს ამრალებენ მსხვერპლს და ზოგადად აი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც აი საყოფა ცხოვრებო ამბავშიც შეგვიძლია გადავიტანოთ რა რომ აი რაღაცა მოძალადე ქმარი რომ ცოლს ცემს ცოლის ბრალია გააბრაზა მესმით იგივე კამპოტიდან არის ეგ რა ხო ან რომ ქმარმა ცოლი მოკლა ნუ გააბრაზა ეთქობა ცოლმა ხო გესმით ანუ ეგ ხო ეგ ბაზარია იქაც ეგ სასტავი ვინ ზელენსკის აბრალებს მაგასაც იძახის და თუ არ იძახის ფიქრობს ხოლმე დარწმუნებული ვარ ასე რომ ჩემი მოსაზრება ესეთია ჩემო ბატონებო და ბოლო დროს ვცდილობ რომ არ ვინერვიულო იმიტომ რომ აი არ ვიცი რა გეუბნებით რა